წვიმს ცოტა და ჟინჟღლავს და გამოვიქეცი გარეთ. ცოტა გაწმინდოს ის ალერგია მაქვს საშინელი ამ ბალახის მტვერზე და ბალახის და ამ სარეველას მტვერზე. კატასტროფა მემართება და ეხლა ცოტა მოწვიმა ჰაერი გამოიწმინდა და გამოვქანდი გარეთ. იმიტომ რომ სახში ზიო ვერ გამოდივარ ვიბრიდებით. ფანჯარაც რო გავაღო всё რა. არა მე ეგრევე უნდა დავიბანო და მთელი ამბები. მოკლედ. რა ერთი სტატია, რომელსაც კითხულობ უკვე მესამეჯერ, თუ მეოთხეჯერ არც ვიცი. და ვკითხულობ, აი ინტერნეტის დახმარებით და ძალიან გამეჭირდა სხვადასხვა. მაგრამ საოცარი რა არის ხა? საოცარი ის არის რომ ვკითხულობ, ვერ ვგებულობ რასაც რა. მაგრამ როდესაც შემდეგ გადავდივარ, ესე იგი ვეძებ აი რა ატომარი ეს მე ამიგდებს ჰაიდეგერს და დერიდას. და ისინი აი საკმარისია შევხედო ხვდები. ესე იგი ვიც უკვე მაგაზე ნამუშევარიც. ხო და აი მაგრამ თვითონ ეს ავტორი რატომ წერს ესე აი ეს გაუგებროთ ვერ ვხვდები რა. ესე იგი როგორ არის აი ნაწყვეტ წერს. ალბათ როგორც ვხვდები ეს არის კონფერენცია, ძალიან ვიწრო კონფერენცია ეთყობა და იქ არის უკვე ისეთ ტიპებთან რომლებიც ერთ რაღაცაზე მუშაობენ. ხა მთელი წიგნია და იმ წიგნიდან ამოვირჩიე ეს სტატია და ალბათ იმ მთელი წიგნის საკითხვის და ალბათ შესავალია საჭირო მთელი წიგნის კონტექსტიც მესმის, მაგრამ თვითონ მე მგონი უფრო ავტორშია პრობლემა რა, რომ ისე წერს, აი ბუნდოვნად მესმის რა. პროცესი შეიძლება ბავში ფორმაშიც არა ვარ, იმიტომ რომ ეხა მაგ საკითხები რა საკითხებზე ეს ნამუშევარი ვარ, ეგ არის 2018-ში მაგ საკითხებს ლამის დავანებე თავი. ხო, ეხა ამდენი წელი გავიდა და შეიძლება ეთყობა დეტალების რაღაც მომენტები აღარ ამაქვს თავში. მოგეთ, თემა რაშია? თემა არის ის, რომ როდესაც ამ ინკორპორიალებზე, ესე იგი სამყარო რისგან შედგება რა. როგორ სამყაროში ვცხოვრობთ. სამყაროები არის ობიექტების, საგნების სამყარო, მაგრამ ეს საგნები რაღაცაზეა დამაგრებული. ესე იგი საგნები ხო რაღაცაზეა, მთლიანად ეს დედამიწას, ჩვენ სიცარიელესაც ვეძახით, უნდა თვითონ ის სიცარიელეც კი რაღაცაზეა დამაგრებული. აი რა არის სიცარიელის და არაფრის მიღმა, ხო? თუ არაფერიც უკვე რაღაცაა რა. დაახლოებით ეს ცოტა სასაცილო ჭირს, მაგრამ აი ისინი რომ არის, რა ქვია, ურწმუნოები, ესე იგი ათეისტებიც მორწმუნეები არის, იმიტომ რომ მათ სწამთ, რომ არ არსებობს ღმერთ. ესე თამაში სიტყვის რა, მაგალითად არ მწეველი, იგივე მწეველია, იმიტომ რომ ის არ მწეველია. ესე იგი უბრალოდ ის არის მოწევის, სიგარის მოწევის უარყოფითი ვარიანტია. ხო, მე ჩუმად ვარ, არ ვამბობ რაღაცას და მე არ ვამბობ, რომ შენ დურაკი ხარ. მე რახან ჩუმად ვარ, ეს ნიშნავს, რომ შენ მაინც შენ დურაკი ხარ. იმიტომ რომ მე ჩუმად ვარ. ჩუმად ვარ. ეს ხო არ გამორიცხავს იმას, რომ შენ დურაკი არ ხარ და არ ვფიქრობ რომ დურაკი ხარ. ნუ რაღაც დაახლოებით ესე დებილური ის არის, რა ქვია, ნუ ეხლა ზუსტი არ იყო, მაგრამ ხა იმპროვიზაციად მომივიდა თავში. შეიძლება სწორიც არის ალბათ, მაგრამ აღარ განმოვითარებ. ეხლა რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ სამყაროს აი იმ სამყაროს რომელსაც ჩვენ ვხედავთ, კაი, დავანებოთ თავი იმ სიცარიელეს. ამ სამყაროს რომელსაც ჩვენ ვხედავთ, თუმცა ეს მაგალითად სივრცე და ადგილი ეს ინკორპორიალებია, ესე უტანურებია, ტანი არ აქვს. სივრცეს რა ტანი აქვს? სივრცეა, ხო? ის თან არის, თან არ არის. ხო? ადგილი თან არის, თან არ არის. რა არის ადგილი? ადგილი არის რაღაცა, სადაც რაღაცა უნდა დაიდოს, იმისი ადგილია. სანამ ის რაღაცა არ არის, რაც ამ ადგილზე დაიდება, ის ადგილი ადგილი მხოლოდ მაშინა საგანს გულისხმობს. კონკრეტულობას გულისხმობს, მაგრამ ადგილი არის სივრცეში, ხო? ესე იგი, ჯერ უნდა იყოს სივრცე და მე უნდა იყოს ამ სივრცეში რაღაცა ადგილი რაღაცისთვის. ესე იგი, ადგილი უკვე გულისხმობს რაღაცას, მაგრამ ის რაღაცა ჯერ არ არის. ერთი მხრივ სივრცეშია, სივრცე არაფერს არ გულისხმობს. ის გულისხმობს მხოლოდ შეიძლება
ბილიონი ადგილს, მაგრამ ერთი ადგილი რო აიყო, აი ეს პატარა მონაკვეთი. ის პატარა ოთხკუთხედი რო აიყო, აი ადგილი. შემოგვიყვება ეს ადგილია. რის ადგილია? შეიძლება იყოს მილიონი რაღაცის ადგილი. უთვალავი რაღაცის ადგილი შეიძლება იყოს. მაგრამ შენ რო იტყვი რომ ეს ადგილი ეს რაღაცის ადგილი უნდა იყოს, ხო? იმ შემთხვევაში სხვანაირად ის ადგილი არ არის. ხო, ესე იგი, ეხლა გავანებოთ ამასთან. ესე იგი, რაზეო, ესე თვითონ ადგილის და სივრცეთ ინკორპორიალი, ესე იგი უტანურია, ტანი არა აქვს. ესე იგი, ნიფთი არ არის. მაგრამ ის მაინც რაღაცნაირად არის. აი ამ რაღაცნაირ ყოფნას განასხვავებენ ეპარქი და იფისტამე რა. ეპარქია არის არსებობს, იფისტამე არის უფრო დაბალი ტიპის არსებობა, მაგრამ მაინც არსებობს. რაღაცნაირად არის, აი თითქოს არსებობს და არ არსებობს შორის არის. და აი ამ არსებობს და არ არსებობს შორის რაც არის, ეს არის ინკორპორიალი უცხეულო, რომელსაც ცხეული, მატერიული ცხეული არ გააჩნია, მაგრამ და არანაირი მოხაზულობა შეიძლება მას რაღაც განსაკუთრებული არ გააჩნდეს, მაგრამ ის მაინც არის. ოკეი. ეს არის ინკორპორიალი და ეხლა აი ამ ინკორპორიალს რაღაცნაირად უკავშირებენ, ესე იგი როცა ინკორპორიალებზია და იქ ამას რაღაცნაირად უკავშირებენ ცეკვას. ეხლა ცეკვის იდეა რატომ ვარ მე ამ ცეკვაზე გადარეული, სიმართლე გითხრათ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საიდან დაიწყო ეს და როდის ჩამივარდა თავში ეს იდეა, მაგრამ ცეკვის დაკავშირება რიტუალთან ეს ხადია. და ცეკვა აშკარად არის რიტუალური მომენტი. ესე იგი რიტუალი რა არის? აი მაგალითად კატებსა და ძაღლებში და ცხოველებში აი თუნდაც ის რომ არის აბსოლუტურად არა უტილიტარული, ესე იგი არა გამოყენებადი რაღაცა მოძრაობები, რომელსაც ძალიან შინაარსი არა აქვს, გარდა იმისა, რომ ის არის ის, რასაც ის აკეთებს, ესე იგი ცეკვავს. გაიფხორება, გამოიფხორება, რაღაც ხმებს უშევს. და ამას მხოლოდ დანიშნულება მაინც აქვს უტილიტარული დანიშნულება აქვს იმით, რომ აჩვენებს უფრო ძლიერია, რომ მოკლედ დედრი მოიწვიოს რა. მაინც აქვს ესე უტილიტარული მნიშვნელობა, მაგრამ დედრი ამას რატო პასუხობს? აი მაგალითად ერთი ჩიტი და მეორე ჩიტი, მამლები გაიფხორებიან და აჩვენებენ ბევრ ფერს, ბევრ კუდს, დიდ კუდს, რაღაც და დიდ ბეწვს, რაღაცა სხვა ფერებს და რაღაც. და ამ დროს დედალი ჩიტი, ესე იგი დედალი ირჩევს ერთ-ერთ მათგანს, რომელიც უფრო მეტად იფხორება, უფრო მეტი ჭრელი ფერი აქვს. ოკეი, დედალმა ეს აირჩია. მაგრამ თავისთავად გარდა აი ამისა, რომ დედალმა ეს აი დედალს ეს მოწონს, აი რატომ მოწონს დედალს ეს? ან აი მაგალითად შეიძლება იმიტომ მოწონს, რომ მაგალითად აი ამ ეს ფერები ვისაც აქვს, ეს უფრო ძლიერი იქნება, უფრო მეტ ჭიაყელას მოიტანს და უფრო მეტად დაიცავს, უფრო მეტად ჯამთელია და უფრო მეტად დაიცავს მტრებისგან, ასე შემდეგ, რომ მისი გენეტიკა გადასცეს შთამომავლობას და ბუნება ასე განავრცობს თავის თავს და გააგრძელებს, გაახანგრძლივებს თავის არსებობას, ხო? ნუ ბუნება კერძოდ ხა ამ შემთხვევაში ამ ჩიტის ჯიშს სახეობას და ჯიშს. ხო? მაგრამ სხვა დანიშნულება არ აქვს. აი ამას არ აკეთებს. ეს აი ამ სიჭრელეს სიდიდეს და რაღაცა შეიძლება უარყოფითი მნიშვნელობაც ქონდეს. მაგალითად შეიძლება დიდი რქები ქონდეს. ირემს და აი ამ დიდი რქები, ეს ირემის დიდი რქები, ხოლმე ერთ რამეშია საჭირო დედალს მოეწონოს. ისაც ბრძოლის დროს ვარგა, ესე იგი მეორე ირემს რო დაეჯახება, კაკრას დიდი რაც უფრო დიდია ეს რქა, შეიძლება უფრო მალე გადაწყდეს. უფრო გადაწყდეს. ამ შემთხვევაში სულაც არ არის სასარგებლო. ეს რქები შეიძლება რა ვიცი, შეიძლება დიდი რახანა მგელი ნაკლებად წავიდეს მაგაზე სანამდე შეიძლება ეგეც არის. შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბუნება არ არის რიტუალზე, როცა ლაპარაკობენ. მოყავთ ეს რომ აი სხვა უტილიტარული მნიშვნელობა არა, გარდა დედრს რომ მოეწონოს. მაგრამ თვითონ დედრს რატომ მოწონს ეს დიდი რქიანი? აი აქ აღარ არის უკვე უტილიტარობა. ესე აქ აღარ არის გამოყენებადო, პროსტო მოწონს. აი პროსტო მოწონს. აი და ეს ჩვენ ვიცით რომ ცეკვა. აი იფხორებიან, ცეკვებიან, ტრიალდებიან, რაღაცა ხმაზე ჭიკჭიკებენ, რაღაც ხმებს უშვებენ, ჩიტებიან, ცხოველები, ხმუიან, რაღაცა და ეს გასაგები ხდება
დედრისთვის ხოლმე დედს ეს მოწონს, მაგრამ აი რატომ მოწონს დედს მან და მაინც ეს ევოლუციურად დადგენილი არის. ესე იგი, ცეკვა და რიტუალი არის ისეთი ჩადებულია არ აქვს უტილიტარული, ესე იგი არ აქვს, ეს არის ისეთი რაღაცა მოკლედ, რომელ რაღაცასაც არავითარი სხვა გამოყენებითი მნიშვნელობა არ აქვს, გარდა იმისა, რომ დედს მოეწონს და დედს რატომ მოწონს მან და მაინც ეს მოძრაობა, კაცმა არ იცის. არც იმ დედმა არ იცის, არავინ არ იცის, ამის რეფლექსია ჯერ არ ხდება სამხსელო, მე აღმოჩნდეს რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერ არ ხდება, ესე იგი რა ხდება? ეს რაღაც რიტუალური მოძრაობები, რომელიც გენეტიკურად არის ჩადებული, ეს არის ჩვენ ვეძახით ცეკვას. ჩვენ ამას თავი დავანო, ესე აქედან მოდის, ესე იგი ადამიანის რიტუალურობა, რომ მას ჭირდება რიტუალი. აი ყოველგვარი იმის გარეშეც, გამოყენების გარეშეც მაინც რო ჭირდება ადამიანს რიტუალი და ის მას აკმაყოფილებს რაღაცა სიამოვნებას, ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს. რაღაცა ესთეტიურ გარდან ესთეტიურისა, ну შინაგანადაც რაღაცნაირად მას სიამოვნებს აი ესეთი გრეხვები და რაღაცეები, ცეკვები და რაღაც მოძრაობები, კაცი ვერ გებულობს რატო? ну გარდა იმისა, სხეულს ფლობს ასე. მაგრამ ну რა სიამოვნებაა მაშინ? ну ბალეტის მიცეკვა და მუსიკოები ამბობენ რომ რაღაც საოცარი სიამოვნებაა, როდესაც შენ სხეული და შენი აზროვნება მოყავს ერთ კლიანობაში. ну ამას უკვე დისფესია ქვია ამას. ესე იგი სინთეზია ქვია ამას, სინესთეზია ქვია ამას. ესე იგი ამას ქვია რომ როდესაც ესე იგი როდესაც მაგალითად ადრეს მეკავს რომ მაგალითად ხედვა და სმენა ერთი და იგივე რაღაცას ფერებს უყურებ და მუსიკა დგესვის და მუსიკას რომ ხება ეს იშვიათად აქ ადამიანებს, მაგრამ აი LSD-ს და რაღაცების დროს აქ თუ ესო. აი ხა ეს დააგვიანეს ამისი გაპარსვა რა. ეს ევროპაში არ მოხდებოდა, აქ ეთყობა რაღაცა მოხდა ეხლა. დააგვიანეს ამის გაპარსვა და აი ხა ეს ბაბუაწურები სულ გააფუჭებს ამ იმას და ორმაგი სამუშაო დაჭირდება ეხლა აღარ ამოდის ბალახები აქ. ხო ესე იგი აი ამ რომ დააგვიანეს ხა ორი კვირით ამის გაპარსვა ამოვიდა ეხლა ეს და გააფუჭებს ამ გაზონს. ევროპაში ესე არ არის. იქ ყოველთვის გაზონები მოვლილია. ну აქ ხიმხლა ტერიტორიებია რომ განძნელია ამას ყველაფრის მოვლა. ხო, თუმცა ამაში ფულს ვიხდით, აი მაგალითად ჩემი გადასახადები უბანში რო გადმოდიხარ, უბანს აქვს თავისი გადასახადი ყველა უბანს რა. ეს უბანი მაკლე და იმ გადასახადებში შედის სკოლაც და ეს მუნიციპალური ესე კი არ არის რომ სახელმწიფო მოდის და რაღაც. არა, აი ზუსტად ამ უბანში ვინც ცხოვრობთ, ჩვენ ვიხდით აი ამ ლოკალურ გადასახადს. მაგალითად ჩემგან ნაგავი რო გააქვთ, მე უფრო მეც გადასახადს ვიხდი იმისათვის რომ ნებისმიერი ჩემი ნაგავი გაიტანო. ესე რაც არ უნდა დაავალაგო, რაც არ უნდა ბევრი და დიდი იყოს, იმას მაინც წაიღებენ. მაგრამ ადრე რო ცხოვრობდი, ცოტა ნაკლები გადასახადი იყო და თუ ძალიან დიდს გავიტანდი და იმას არ დავჭეხავდი ან რაღაცა, იმას შეიძლება არ წაეღოთ. აი ესეთ გადასახადები. მოგეთ, აი ამ შემთხვევაში, ესე იგი ამ ვითარებაში ხო ხარი წმინდა რა, კარგად სუნთქვა. მაინც მოახერხა. თუმცა სუნი მაინც არის. ხაი, მე გძნობ, თქვენ ვერ გძნობთ. აი ვისაც ალერგია გვაქვს, აი ამ ტვერზე და რაღაცაზე. ჩვენ არა მაინც თქვენ რეაქცია მომსასურდოსავით. მოსახში რომ მივა დამეხება. ხო და ისა, ესე იგი მაინც არის ხარი. ხო მაინც არ გაწმინდა რა, თქეში წვიმა უნდა იყოს რომ გაწმინდეს. აი ვისაც ჩვენ ესეთი ალერგია გვაქვს, ჩვენ უფრო გამახურლებული გვაქვს სუნი აი ამ ყვავილების და ამ ტრის უფრო სუნი სუნს გძნობთ. გარდა მაგისა კი არ გძნობთ, ხედავთ კიდეც, აი მაგალითად მე ხედავ შემიძლია დავინახო ტვერი რა, ისე რომელსაც უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი ვერ ხედავს. მაგრამ მე ვხედავ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეთყო ტვინში აი ესეთი თუ არის, ესე იგი მე დამერხევა ცოტა შიდა ეთყობა. ბავშვობიდან ჩემმა ტვინმა შეზაახო გითხარით რაღაცას აკეთებენ აქ ხა. და ესეც ქართველებივით. ზითად მექსიკელები მუშაობენ ეგეთ სამსახურებზე რო იცოდეთ. ეს ემიგრანტები იქნებიან სოყოლა ინდიელები. ეს თეთრია ოღონდ. ხო.
ასე აღარ გვინდა აქეთ, კაი, დალახებია და დაისრება. კაი, ესე იგი და ესე ამ შემთხვევაში ესე იგი უკავშირდება ცეკვა. რა არის ხა ცეკვა? ცეკვა არის ისეთი რამე, რომელიც ადამიანში ჩადებულია. ადამიანში არის ადამიანში მოსწონს, ეს არის ის პირველად იმისი ცხოველური დაჟე, აქედანაც იწყება ეს. რა თქმა უნდა, მე ადამიანის ცეკვაში არის უკვე ტრადიცია ჩადებული, რაღაცას ნიშნავს ეს. აი თავში ხელების რტყმა, მაგალითად. აუ, რატო ირტყა თავში ხელს? მაგალითად ჩვენ კულტურაში და ეს სპარსულ კულტურაში ეს არის. აი მაგალითად ჩვენ ვიძახი ვაი. ეს წმინდა წყლის ვაი, წმინდა წყლის რიტუალური და ცეკვური მომენტია. აი რაღაცა ვაი. ხო, ვაის ამბობთ ჩვენ, ამბობენ თურქეთში, ამბობენ სპარსელები, ამბობენ სომხები. სხვა არავინ არ ამბობს, კავკასიაშიც ამბობენ მეგონა. ვაი, ეს სპარსული მომენტია. ან ყელს რო გამოაი რაღაცას რო თხოვ და ყელზე რო მოიკიდებ ხელს და წინ წამოწევ. ვაი, ეს რა. რო წამოწევ წინ, გეხვერწები, ვამბობენ, გეხვერწები. ამას მეგონი იმერლები ამბობენ გეხვერწები, ესე რომ გეხვერწები. ხო, ეს ხელით წინ წამოწევა, ყელის ესეც სპარსული და რაღაცა ყოფილა. ესეც უკვე რიტუალური მომენტია, ხო? ჟესტია, მაგრამ მაინც რაღაც რიტუალური. და ნებისმიერი ცეკვა ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი ცეკვის წინაპირობა არის პირველი ეტაპი არის სწორედ რიტუალი. ძირითადად თვლიან დატირების რიტუალი. ან შეიძლება ნადირობის რიტუალი, დატირების რიტუალი, ომში წასვლის რიტუალი, გამარჯვების რიტუალი, დამარცხების რიტუალი და ასე შემდეგ. ესე იგი რაღაც არის გამოხატავენ ამითი რიტუალით რომ გამოიხატოს რაღაცა ხდება ორგანოში, რომელსაც გარდა იმისა, რომ არის ეს რაღაცა ხდება, აი ამ რაღაცის მოხდენას არაფერი მნიშვნელობა გარდა ესთეტიური მნიშვნელობისა, რაღაც მოწყონების მნიშვნელობისა, რომელსაც ამიტომ ვიძახე ეს კანტის ესთეტიკა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენ შევისწავლოთ ვამბობ მართლმადიდებლური ესთეტიკა. სხვა შანსი არ გვაქვს. თუ გვინდა აიმინა ფილოსოფიურად ეს ყველაფერი შევისწავლოთ კანტის ესთეტიკიდან უნდა ეხა ფენომენოლოგიას ისა ჰუსერლის ჰაიდეგერის ფენომენოლოგიას უკავშირებენ ამას ყველაფერს მაგრამ აი ეხა ბოლოს რაც დაიწერა ეხა ლიტურგიაში მართლმადიდებლობაში ყველაზე ესეთი მართლა შესანიშნავი ფილოსოფიური განმარტება არა ხო შეგვიძლია გაგება ლიტურგიისა ეს დაწერა მართლმადიდებელმა ქალბატონმა რომელსაც შვანგერიო თუ რაღაცნაირი გვარი აქვს ვერ წარმოშობით გერმანელია სწავლობდა ინგლისში მე ამერიკაში და ხა ამერიკაშია პროფესორი და წერს სტატიებს და მან გააკეთა ლიტურგიის ფენომენოლოგიას წიგნი დაწერა შესანიშნავი წიგნია ეს არის ბოლო სიტყვა რომელიც აი ეს არის ყველაზე ბოლო რაც მე ლიტურგიაზე მართლმადიდებლობაში ვნახე კათოლიკები უამრავს წერენ ამასთან დაკავშირებით მაგრამ კათოლიკებთან უფრო მეტი სპეკულატურული ესე როგორ არის შეგიძლიათ კათოლიკური წიგნი წაიკითხოთ მაგრამ როგორც ჩანს ეს აი მონაზვნები წერენ ხოლმე რაღაც ბერები წერენ ხოლმე მეცნიერები ეს რაღაც უფრო შიდა მოხმარი უფრო ასკეტური თვალსაზრისით ესე აი მონაზვნები და რაღაცები არიან უნივერსიტეტებში ან მონასტრებში ისინი რეალურად ის კი არ არის მარტო რომ დადგენ და 24-სა და 5-ს ერთად შემიწყალე და იესოს ლოცვა და ეგეთი პრაქტიკები არ ამან და აი ესეთი კვლევები ესეთი სპეკულაციები ლიტურგიკაზე ესეც ერთგვარი მათი ასკეტური მოღვაწეობის ნაწილია რა ესეა და ამიტომ ძალიან ბევრი ისეთი რაღაცები იწერება ჩვენ ერიკაც შეიძლება დაწეროს ერის ქალმაც მაგაზე არ არის ლაპარაკობთ ეს მაინც აუდიტორია კათოლიციზმში ძალიან ფართოა და ვრცელია უამრავი მონასტრები აქვს და უამრავი მრევლი ყავთ და რომლებიც რეალურად არიან დაკავებული რელიგიით და ესეთი ხალხი ესეთ რაღაცებს კითხულობს და შესაბამისად რახან მკითხველია ესე იგი არის მოთხოვნა რახან მოთხოვნა ესე იგი კიდევ უფრო მეტად იწერება იქუდა ძალიან უფრო სპეკულატურია მაგალითად შეგიძლიათ იქ არ ვიცი ალბათ ბევრი უნდა იკითხო რა იქ რომ რაღაცა ისეთი დაიჭირო რომელსაც აქ აი ის რასაც მე ვცდილობ ეხლა რომ აი ეს ყველაფერი მაინც გამოყენებითი მნიშვნელობის იყოს შეიძლება გავერთო ამისი კითხვით ეს ჩემ მედიტაცია იყოს რაღაც რომ კითხულობ რაღაცის შემემას რაღაცა ხო არის კითხულობ ეს არის შენი მედიტაცია აი პროსტო აი ამ კითხვით ლიტურგი მე ეს გამოგადგება ლიტურგიულ ლოცვაზე და რა თქმა უნდა ეს მე ცხოვრებაშიც გადმოაშენს დამოკიდებულებას განსაზღვრავს მაგალითად მე ადრე ეხაც არ ვიცი მაგრამ ადრე საბერძნეთში რო ვიყავი
ხედავდი ხოლმე ადამიანებს და ამბობდი შენ შმემანი მოგწონს ეს ლიტურგიკაზე ლიტურგიებს რა აი ლიტურგიაზე როგორ იქცეოდნენ ლიტურგიაში ვამბობდი შენ შმემანი ისტიხა შმემანი მოგწონს რატო იმიტომ რომ აი რაღაც ლიტურგიაში მათი ქცევა განსაზღვრული იყო იმ წიგნებით რომელსაც ისინი კითხულობდნენ რა შესაბამისად ეს ქცევა გადადის მათ აღქმაში გავლენას ახდენს რეალზე აი რაღაც ესეთი დიდი ბიგზებით ნელ-ნელა აღწევს ცხოვრებაში და ერთ ლიტურგისტმა უთხარი რომ მეთქი აგერ 60 წელი გავიდა მეთქი და მეტიც 70 კი 80 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მართლმადიდება ინტენსიურად დაიწყეს წერა ლიტურგიკაზე და ჩვენ მეთქი ვეუბნები რომ ჩვენ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მსახურებით ესე იგი მე-19 საუკუნის ბოლოს იწყება ძალიან ვრცელი და ფართო და მოძრაობა ლიტურგიული მოძრაობა მეცნიერებში კვლევა ტექსტების რაღაც კაბალონოვიჩი იყო ეს დიმიტრევსკი იყო და კიდე სხვები იყვნენ ბევრი იკვლევდნენ ამას ყველაფერს და მე ამის შესაძლებლად 1905 წლიდან იწყება მოძრაობა რომ მოხდეს რეფორმა ეკლესიაში და ლიტურგიული რეფორმა ის ხორციელდება 1918 წელს უკვე რაღაც დაკოჭლებული უკვე ისეთ საერთო ვითარება ჩვენთანაც ხდება ესეთი კრება მაგრამ ეს კრებების შემდეგ ყველაფერი წყალში იყრება და ის რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ ჩვენ და ბერძნები რასაც ჩვენ ვაკეთებთ თითქოს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ბოლოს და მე-20 საუკუნის 21 საუკუნის ეს ლიტურგიული კვლევა შეიძლება თითქოს არც მომხდარა ის ისევ ტიპიკურია ბიზინა გუნია მოვიდა საქართველოს ეგასწავლის და ბიზინა გუნიამ აიღო ეს მე-19 საუკუნის ბოლოსკენ დაწერილი რაღაც ბუდისტური სამაგიდო წიგნი საერთოდ არ არის გათვალისწინებული არც ის დიმიტრიევსკი არც ფილოსოფია არაფერი პროსტო არის რაღაც მოძრაობების სტანდარტიზაცია ხუნდაძეები და ვიღაცები ესენი აიღო და ამისგან შექმნა რაღაცა ყველაზე ესეთი ყველაზე ცუდი ბრუტალური მომდის სიტყვა ვარიანტი ლიტურგიის რომელსაც просто შეუძლებელია იმით იმსახურება არც არავინ მით იმსახურებს და აბსოლუტურად მივიღეთ საქართველოში ყველაზე ცუდად თუ იმსახურებს ლიტურგიას და ღვთისმსახურებას ყველაზე ცუდად ვინც ატარებს ესენი ქართველები არიან რაც კი მე ნახი მაქვს რა ყველა ერის მსახურება მაქვს ნახი ფინელების და ყველა მე მგონი ყველა ქვეყნის და აი ყველაზე უარესად ყველაზე ცუდად ყველაზე გაუაზრებლად ვინც კი მსახურობს აი შეუდარებლად ცუდად ვინც მსახურობენ ესენი არიან ქართველები ნუ თვითონ პატრიარქს ჰქონდა გარკვეული ესთეტიკა მაგრამ ნუ უბრალოდ მე აპატექი რაღაცა თავშინაგანში გადავიდა დიდ მანდამაინც ყურად ყველაფერი თავის თავზე დააკონცენტრირა ის აძარის ისეთი გააკეთა სადაც მისი პიროვნული ადგილი იყო და უფრო მეტად ამას ცდილობდა პატრიარქი ხან ისინი შეკერა რომ რაღაც ერთი ფერი ქონოდა რაღაც შესამოსლები მაგრამ ნუ ვერ მოახერხა რა იმიტომ ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა მაგას სხვანაირი ორგანიზება ჭირდება და ბევრი რაც პატრიარქს უნდა რუსეთიდან ქონდა გადმოღებული ხო მაგრამ ნუ რაც იყო ნუ კი ქონდა მეთქი ამ პატრიარქს ქონდა წესრიგი თავისი პირადი წესრიგი ძალიან ქონდა და ნუ მე ის რამდენად ახდენდა გავლენას სხვებზე მაგრამ მანდამაინც ვერ ახდენდა რა ნუ ახდენდა გარკვეულწილად და ეს არის უფრო პატრიარქის აჩრდილი არის ის რაც ხდება რა და თვითონ პატრიარქი კიდე მოგე გაუაზრებლად მოხდა საქართველოში და ამიტომ ეს გაუძლე ეტყობა ხო და ნუ არ არის ეს მე ამიტომ აქ ეს უტილიტარული მიდგომა მაქვს რა ესე იგი ჩემთვის ეს არის ერთი მხრივ ვერთობი ამით ეს ცხადია ვერთობი ეს არის ჩემი გართობა ეხლა აი წიგნის წერაც ისიც ყველაფერის ვერთობი მე რა რედაქტირებასაც არ უკეთებ იმიტომ ეს აღარ მართობს და აი ეს ლაპარაკის გართობაა რა აი ხე მაგას მე არ ვერთობოდი ამ ლაპარაკს არ ვილაპარაკებდი ვერთობი просто რა ხე 9 საათი უნდა ვიარო ხო ფეხი ძაღლი ვასეირნო და ამგან რა ვაკეთო და ვლაპარაკობ რა ხო აი ესეთ რაღაც წარმოსახვით სამყაროში ვარ რა წარმოსახვით პიროვნებებს ველაპარაკებით თქვენ რო გელაპარაკებით არავინ კონკრეტული არ ამყავს მასში რა ქვია ხედულობაში ვის ველაპარაკე ადრე გურამ ჩემ პედაგოგს გურამ თევზაძეს ველაპარაკე ნუ ესე შემთხვევით აღმოვაჩინე რომ გურამ თევზაძეს ველაპარაკებოდი კითხავ ვიღაცამ ვისთვის აკეთებ ამას და დავფიქრდი და აი ფიქრის დროს წერდი რაღაცა შეკიდე მხედველობაში ვყავ და
იმიტომ რომ დისერტაცია გურამ თევზაძესთან დავწერე და მაინც ერთ-ერთი პიროვნება ვინც ნახე რომ ვისაც დააინტერესა რას ვამბობდი და ესმოდა რას ვამბობდი რა დაანჩეს უბრალოდ არ ესმე. რა თქმა უნდა შეუსაბამი გურამ თევზაძეს მე ის რაღაცები მომთხოვა გამეკეთებინა თავისებურად ხო? მაგრამ მაინც ბევრი რამე სწორი ქონდა. იმიტომ თავისხრი მას ყავდა ისეთი მასწავლებლები, რომელი მასწავლებლებიც არ ვიცი ხე მსოფლიო დონის იყვენ თუ არა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დონის მეცნიერები იყვენ და ალბათ გარკვეულწილად ყველას მათ ჰქონდათ განათლება მიღებული. საზღვარგარეთზე თევზაძე რაღაც ესეთი ძაფი იყო. მეგონი ძაფი გაწყდა ეხლა საქართველოში არ ვიცი. მოგეთ ჩემთვის ეგ იყო ის გარდა ბერძნებისა ეს იყო ადამიანი და აქ ამერიკაში უნდა სწავლე და გარდამაგეთ იყო ადამიანი რომელიც მანაც და მასთან მქონდა. ეხლა არავის არ გელაპარაკებთ ვერთო. ხო, გარდა მაგრამ მაინც ხედულობაში მაგის უტილიტარია. ესე იგი, როგორ შეიძლება ეს აისახოს წარმოსახულ, აი მე რო წარმოვისახო, რომ იყო მაგალითად რაღაცა რომ შემეძლოს რომ გავაკეთო. თუმცა სადაც ავარ, იქ ნაწილობრივ ახორციელებ ჩემს იდეას. ნაწილობრივ, ძალიან ცოტას, მაგრამ ახორციელებ. ძირითადად ჩემი იდეები ხო აი ისეთია რომ აი მაგალითად ყავდეს ისეთი ეპისკოპოსი რომელიც მომცემს მე უფლებას რომ ვაკეთო და აი რომ შემეძლოს რომ ვაკეთო აი რაღაცა გავლენა მქონდეს რეალური. ან ესეთი შემთხვევა რომ აი მომავალში თუ საქართველოში დაჭირდათ რაღაცის გაკეთება ეს ვამბობ სახელმწიფოს უნდა დაჭირდეს, მთავრობას უნდა დაჭირდეს და მთავრობიდან მოვიდა ინიციატივა აი რა შეიძლება გაკეთდეს ისე რომ ეს იყოს კვალიფიცირებული, ეს იყოს დაფუძნებული თანამედროვე აზროვნებით, ტრადიციაზე ყველაფერზე. აი ასეთ შემთხვევაში რას შევთავაზებდი მე უკვე თეორიისა და პოსტულატების ამ თეორიის საფუძველზე პოსტულატების სახით პუნქტობრივად. გარკვეული იდეები მაქვს ამის შესახებ. ეხლა ეს არის რა ჩემი ძირითადი მიზანი, ამიტომ ეს კათოლიკური აბსტრაქტული არა, მაგრამ კონკრეტულად რაც მართლმადიდებლობაში აი ესეთი აბსტრაქტული წიგნები არის ბევრი, აი საბერძნეთშია მაგალითად ბევრი აკადროსი და უამრავი წიგნია მაგალითად ამერიკელების დაწერილი რა არის მართლმადიდებლობის შესახებ. ათეულობით წიგნია, შეიძლება ასეულობითაც, სადაც სწორედ ეგ იწერება. სწორედ ეგ იწერება რა, რომ აი სწორედ ეგ არის დაწერილი თუ როგორ აი არის მართლმადიდებლობა, იმიტომ აი ამას ყავს მკითხველი. მაგრამ ეს არის ყველა კატეხიზმოს ვერცდება რა. აი ყველა წიგნი არის ერთი და იგივე კატეხიზმო გადა მღერებული უკვე ინტერპრეტაციაზე წარმოვიდგინოთ, გადამღერებული, გადატანილი, კოპირებული, უკვე ინდივიდუალური ვოკაბულარის, ესე იგი ვოკაბულარის ლექსიკისა და სინტაქსის და რაღაც ესეთიური გემოვნების ყაიდაზე. თავისთავად რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია და ყავს ამას გარკვეული მკითხველი ალბათ სადღაც მე ჯერ არავინ არ მიპოვე, ეხლა მე ვაძლევ ხოლმე ვიღაცებს ისიც ნათლობას ვაპირებენ იმათ ტენი ხოლმე წასაკითხად, მაგრამ ერთ-ორ წიგნს ვერ ცდებიან, მე ეზარებათ, აღარ კითხულობ. ხო, რა ვიცი ხა არის ეხლა სამხრეთ შტატებში ბევრია. ერთ-ერთი ქართველი არ ვიტყვი ვინც არის, უკვე 300-400 კაციანი დაძარი აქ სადაც ყველა არიან კონვერტები, ესე იგი ამერიკელები რომელიც მოექცნენ მართლმადიდებლობაზე, ხა იმათთან ნამდვილად შეიძლება ისინი ნამდვილად კითხულობენ, აინტერესებთ რა. და ასკეტულად მაგრამ კი არ დაждდებიან და კი არ ერთობიან მაგალითად ტელევიზორებში და რაღაცეებში ძიდად. არამედ ცდილობენ რომ გარკვეული დრო მიუძღვნან მათი ესე იგი დღიური ღვთისმსახურების ნაწილი არის კითხვა. მედიტაცია, ასე ვთქვათ. კითხვის მედიტაციაც ქვია. ხო და მედიტირება. შეიძლება იესოს ლოცვით მედიტირებოდი, მაგრამ შეიძლება ასე ვთქვათ ლიტურგიული და დოგმატური სწავლებებზეც მედიტირებდა. ეს რო შემყვანია, ედი შერიხავს მაგალითი და რაღაცნაირად არ გიყოლიებს ადამიანს. ხო, ესე იგი რა ხდება ახლა ეს ცეკვა? ცეკვა უკავშირდება რიტუალს. და იმ სტატიაში რომელიც სტოიკოსებთან არის, იქ სწორედ მოყვანილია ცეკვა, როგორც სწორედ ამ ინკორპორიალების წიაღ რელიგიური შემეცნება, ან სამყაროს შემეცნება.
შემდეგ არის უკვე ეს სტატია, რომელსაც მე ვკითხულობ, სადა ჰეიდეგერს და დერიდაზეა ძირითადად გამოყენებით არის შემოაქ ახალი ცნება, რომელიც ცნების მიხედვითაც გიფტის ცნება, ესე საჩუქრის ცნება, წვენის, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში უკვე საჩუქარი უნდა ვიხმართ. საჩუქრის ცნება, რომ ღმერთი საჩუქარი რა არის საჩუქარი, რა არის საჩუქარი დერიდასას უწერია, რომ საჩუქარი აღარ არის საჩუქარი, იმიტომ რომ უყურეთ ნახეთ დააკვირდით საჩუქარში რა უცნო. საჩუქარი არის ისეთი რაღაცა, სახარებაში წერია, მიეცი და უკან არ ელოდებოდი არაფერს. ხო? უერცხლთა იმაზეც არის. მე ეს უერცხლებში გასცემდით უსასყიდლოდ, ხო? უსასყიდლოდ მიგიღებით, უსასყიდლოდ გასცემდით. ეს არის gift. მაგრამ ამაშიც კი უსასყიდლოდ მიგიღებით გასცემდით, რო იყო წმინდანი. უკვე ნახეთ, ხედავთ, ის რომ მე უსასყიდლოდ მივიღე, მე ის მავალდებულოს უსასყიდლოდ გავცე. ესე იგი ეს არ არის სული და აბსოლუტური საჩუქარი. აბსოლუტური საჩუქარი გულს ხომ მე შენ ამას გჩუქნი და შენ რასაც გინდა იმას აკეთებ. შენ არ უნდა კონდეს არც მოვალეობის გრძნობა, არც უკარო დამიბრუნო იმის გრძნობა, არაფერი არ უნდა კონდეს, უნდა იყოს სუფთა. მაგრამ უკვე თვითონ საჩუქრის ცნებაში სუფთავია ის თუ საჩუქარია. ხოლმე შენ თუ გჩუქნი, მე ის უკვე მავალდებულოს. მე თუ ის გავიგე როგორც საჩუქარი, მე ის უკვე მორალურად მავალდებულოს. ხო, მე ღმერთმა სიწყალი გაჩუქა და ღმერთს უნდა მიუძღნა და მადლიერება ეს არის ვიდრე და ასე გამოდის ღმერთი მჩუქნის და თუ იმას არ დაუჯერი როგორც იმის კაპრიზებზე არ ვიყარე დედას მიტრი ჯოხეთში მაგდებს. და მე ვამბა შენ თვითონ ვარდებ, იმიტომ ეს არ მეიღე. ასე ის ღმერთმა შექმნა სამყარო, რომელს სამყაროში თუ იმის საჩუქაზე მადლიერებით არ მიიღებ, დედა გეტირება. და სამუდამ და დაიტანჯები ვაფშე. ხო, გამიგდა? ესე იგი უკვე საჩუქრის ცნებაში ჩადებული ეს გაურება. აი როგორ უნდა მოხდეს, როგორ უნდა იყოს და ეს ავტორი რომელსაც მეკითხულობ, ცდილობს აჩვენებს, რომ საჩუქარი შეიძლება იყოს სუფთა. ესე იგი წინ ნაბიჯს გავს შეიძლება იყოს სუფთა, ეს საჩუქარი შეიძლება იყოს ისეთი რაღაცა, რომელი რაღაცაც შენ არაფერს არ გავალდებულებს. ესე იგი საჩუქარი, რომელშიც საჩუქრის ეს გაურებულობა თვითონ დიალექტურად გადალახულია. Ну, ასეთ რაღაცის საჩვენებლად მას მოყავს ცეკვის მაგალითი. ოღონდ არა ყველა ცეკვის, მაგრამ რაღაც ცეკვის მაგალითი მოყავს. ეს ცეკვა რა, თვითონ ცეკვა, ესე იგი თვითონ ეს მოძრაობა იქცევა საჩუქარი. ეს არის საჩუქარი. აი თვითონ ეს მოძრაობა, რომელ მოძრაობაში ხდება რაღაცა პროცესები, აი ეს არის ყოფიერების საფუძველი. აი როგორც იმ ჩიტს, რომელსაც ყოველგვარი უტილიტარული, ესე იგი გამოყენებითი მნიშვნელობის და დატვირთულობის გარეშე მოწონს ხვადი, რომელსაც აქვს რაღაცა ჭრილი ბუმბული. ხო? მაგრამ ამას არანაირ გამპროსო მოწონს. აი ცეკვა არის თავისთავადი რაღაცა, რაშიც შეიძლება დაიბადოს გაგება, მაშინ რაშიც შეიძლება დაიბადოს ტრადიციის გადაცემა, თვითონ ცეკვა როგორც გიფტი. ოკეი. ეს მოხდა ეს რიტუალი, ეს ლიტურგიკა, როგორც საჩუქარი, რომელიც საჩუქარშიც რაღაცა შეიძლება მოხდეს. ესე იგი თვითონ ლიტურგია არის. საჩუქარი და არა ის რომ ლიტურგიაში რაც ხდება, ის რაც ხდება ლიტურგიაში, ესე გადაეცემა ტრადიცია, ღვთის მადლი მოდის, მიდის, გადის, ეს ყველაფერი არის უბრალოდ ღმერთის ეს არის რაღაცა რაც ხდება იქ, რასაც თავისთავად უტილიტარული დანიშნულება არ აქვს, ის просто არის. ეს არის მაგალითად რიტუალი ცეკვა, ამ კაცესია. ამიტომ მე ამას უკავშირებ ცეკვას. ხო და რადგან ცეკვა, ხო და რა არის ახლა ეს? მე უკვე წინებში დაწერილი მაქვს, რომ გამოკვლეული მაქვს ეს, რომ თუ ცეკვას რა ადგილი აქვს პლატონურ და ნეოპლატონურ ფილოსოფიაში და შესაბამისად ის როგორ არის გადმოსული შემდეგ უკვე ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციაში ორივე ტრადიციაში მართლმადიდებელი იქნება თუ კათოლიკური. ხო, აი ეს იქ არის რომ აი მაგა ხორა, ეს არის ხორა. ნუ ქართული ხორას ვეძახით. ეს არის ადგილი, სადაც ოპერირებს დემიურგი ღმერთი, სადაც იდეები ხვდებიან ხდება მატერიას, ნივთიერებას. და სადაც იდეები, საღვთო იდეები, მარადიული იდეები, ნამდვილყოფი. ეს არის ნამდვილყოფი. წარმოგიდგენიათ, ეს არის ნამდვილყოფი. ამას ნამდვილყოფს უწოდეს პეტრიცე. Ondos on. ბერძნულად არის. მაგრამ ondos on არის ნამდვილად ყოფი, მაგრამ ამ ნამდვილ ყოფს უკავშირებს სწორედ
უცნაური რა არც უნდა არ იყოს ქრისტეს იესოს რომელიც ედიშერს არ მოსწონს მაგრამ დამანამ ესე დაინახა მოგეთ ნამდვილ ყოფზე შეიძლება ბევრი ამის დაწერა ეს პეტრიცთან არის ამაზე მაგრამ ეს მე ამაზე აღარ გავცელდები ხოლმე იმიტომ რომ ეს ყველას შეუძლია ნახოს ედიშერის ისა ნახოს დამანა ნახოს პეტრიცის ნაშრომი და თვითონ აღმოაჩინოს ეს ყველაფერი ჩემთვის ეს ცხადზე უცხადესია რომ პეტრიც შეხედულობაში ქონდა თუ არ ქონდა მე ეს არ მაინტერესებს მე მხედულ მაგ ის რომ პეტრიცის მიერ დაწულობილად პეტრიცის მიერ დაწულობილი პროკლესსა და მთელი ანტიკური ფილოსოფია პროკლეს გავლის პროკლესის ჭრილში მე ჩემი აზრით ცდება პროკლეს უფრო აღემატება პროკლეს არ ჯობნის პროკლეს როგორც ჩვენ ნიუტონს ვერ აჯობებთ ეხლა მაგრამ განავითარებს პროკლეს აი იქიდან გამომდინარეობს ის რომ ნამდვილ ყოფი ეს არის ღმერთის ლოგოსი და ნამდვილ ყოფი არის ეს არის ქრისტეს ტანი უკვე არა მხოლოდ და ერთ მომენტში ახსენებს კიდეც ქრისტეს ესე იგი სადაც არ უნდა ეხსენებინა ქრისტე პეტრიც იქ ახსენებს ქრისტეს ესე იგი როდესაც ის ლაპარაკობს ლოგოსზე უნდა ღმერთის სიტყვაზე უნდა ლაპარაკობდეს ზეღვთისაზე იმიტომ რომ ის იქ ლაპარაკია არა კონკრეტულად განხორციელებულ ქრისტეზე არამედ უფრო ლაპარაკია უფრო ძველი აღქმის კი არა უფრო განყენებულ უფრო ზოგადზე იქ სადაც უნდა ჩვეულებრივ იყენება ზეღვთისა აი მაგალითად მამა ძე და სულიწმინდა ხო და ამ ძეში მე უკვე დამატებით ვამბობ რომ ეს ქრისტე ამან ადამიანურ ბუნება მიიღო მაგრამ როდესაც ლაპარაკობ წმინდა შიგნას სამებაზე იქ არ ლაპარაკობთ მის ქრისტეობაზე ლაპარაკობთ მის ძეობაზე ან მის სიტყვობაზე მის შობაზე ზოგჯერ გამოვლინებაზეც მაგრამ უფრო მეტად შობაზე როგორ არის სიბრძნე მაგრამ აი პეტრიც და ზუსტად აი ამ კონტექსტში უკვე თეოლოგიის როგორ არის ცით ქრისტეს იყენებენ ეკონომიის განგებულობის ასპექტში და ძეს და ლოგოს სიტყვას იყენებენ თეოლოგიის ასპექტში. ესე იგი თეოლოგია და ეს თეოლოგია ეს არის ის რაც შიგნას სამებაში ხდება და ეკონომიაზე განგებულება არის ის რაც აი ამ სამების სამების ქმნილებისაკენ მოbrunების სამების შემოქმედებით როცა ვლაპარაკობთ უკვე რომელიც თავის გარეგან ხა ჩვენ არ შეგვიძლია სამების შემოქმედებაზე ვილაპარაკოთ სამების შიგნით ხო ის შობს და ის გამოავლენს всё მორჩა ეს არის მეტი არაფერი შობს და გამოავლენს ის არ არის ქმნილება ჩვენ თუ ვიტყვით რომ ის ქმნილებაა მაშინ არიოზელები გავხდებით ეს არ არის ქმნილება ეს არის მისი სიცოცხლე, მისი ცხოვრება. ის არის მისი გამოვლენა და მისი წარმოთქმა, სიტყვის წარმოთქმა შეიძლება ხო ამბობენ წარმოთქმა. მაგრამ ეს შიგნით სამება. მაგრამ როდესაც ეს წარმოთქმა შემოტრიალდება უკვე ქმნილებისკენ, ეს იმაშიც კი არის, რა ქვია, ეს შუა პლატონიკოსებთან არის. ეს არ არის ქრისტიანებს არ ვთქვათ ეს. ამის შესაძლოა ზურაბ ჯაშს უწერია ძალიან ეს კონკრეტულად თავის დისერტაციაში. სადაც ეს არის, ესე იგი ქრისტე ის ლაპარაკობს ესე იგი ღვთისმეტყველებაზე თეოლოგიაზე პეტრიცი და იქ უცებ ამბობს სიტყვა იყენებს ტერმინ ქრისტეს ეს ესე არ უნდა იყოს წესით თუ აქედან არ გამოვალ იმ ინტუიციიდან რომ პეტრიცისთვის ნამდვილ ყოფი ესე იგი ნამდვილ ყოფი ეს არის ნამდვილად ნამდვილ ყოფი არის ქრისტესტანი რაცა უნდა ქრისტეს ტანია ხო და ეს ტანი არის ის ქორა და ქორას მნიშვნელობა არის ორი ბერძნულში ეს არის გუნდი ცეკვა გუნდის გალობა რა სიმღერა ცეკვა თამაში ასე ვთქვათ თამაში გავიგოთ ჩვეულებრივი თამაში და არტისტული თამაშიც და სიმღერაც იმღერდა იგი ემღეროდა დასცინოდა ნიშნავს რა ქართულში და ეს არის ის რომ ეს ქორას აქვს მნიშვნელობა ადგილი ხოროს ხორიო არის სოფელი რაღაც ადგილი ეს არის ადგილი ეს არის ცეკვა ეს არის მღერა და აი აქ თამაშდება სწორედ რიცხვების ცეკვა ამაზე დიდი წიგნია დაწერილი ამის ესე რიცხვების ცეკვა ხო ეს და ეს მაგ მე ერთ თავში დაწერილი წიაში წარმოგიდგენთ ახლა ჩვენ მივიღეთ რომ უკვე ეს ჰაიდეგერის დერიდას
და აი ამ ცეკვის პირდაპირ უკვე ის მე მაგ ნეოპლატონიკოსებთან დაჭერილი და აი ხა დასტურდება რომ ეს პოსტსტრუქტურალისტებთანაც ესე დერიდასთანაც ესე უთანამედროვე ფილოსოფია ნეომატერიალიზმშიც ვლინდება აი ამ სტატიაში ეს ოკვარახჭინე დავინახე და დღეს ვაპირებ მაგის დაწერას ან ხვალ ეცე დავიწყებ მაგ სტატიაზე ორი კვირა ვიმუშა მაგ მეტიც რა ძალიან გამიჭირდა და აი დღეს ცოტა გუშინ საღამოს ცოტა გამიასუნდა დღეს დილას ავედი კიდე დავიწყე იმ თავის კითხვა და მე დავწუნდი რომ გუშინდელი ჩემი გაგება სწორი ყოფილა არა ეხა უკვე დროა რომ დავждდე და ეს დავწერო თუმცა ჯერ კიდე დასასრულებელი ეგ ბევრი რაღაცებია ნიუანსები